და ჩვენ ახლა უკვე უნდა შემოგვიერთდეს ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, მასთან რასაკვირველია ვისაუბრებთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, რომელსაც გამოეხმაურა ასევე კონგრესმენი ჯო უილსონიც, ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება და ასევე მთელი პროცესებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ბოლო კვირების თუ ბოლო დღეების განმავლობაში. მოგესალმებით ბატონ ზაზა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ცოტა დრო გრჩება სამწუხაროდ სასაუბროთ, მაგრამ მინდოდა ძალიან ბევრ თემაზე საუბარი მოგვესწრო და აი მოდით ამით დავიწყოთ მაინც ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება, რას ნიშნავს ამ ქვეყნისთვის, რას ნიშნავს სწორედ აი ამ დროს, აი ამ კონტექსტში, როცა ქართული ოცნება აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და მე პრაქტიკულად ვფიქრობთ, რომ ეს არის თვითლუსტრაცია იმ ყველაფრის გარეთ გამოტანით, რაც გამოიტანა თუნდაც საკუთარი თანაგუნდელებისადმი შურისძიებით თუ რაღაცა სამაგიეროს გადახდის საფრთხე. ხო, პირველ რიგში მივესალმები ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს, რომელიც ზის დღესდღეობით ივანიშვილის რუსულ ციხეში, ასე დავიწყებ ხოლმე ყველა გამოჩენას, ვინაიდან არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ანუ ის რეალობა, რომელშიც ყოველდღიურად ვართ. ეს მეგობარი აქტი იქნება თუ ეს შესწორება, რასაც არ უნდა ეუბნებოდნენ ერთმანეთს ივანიშვილის ამბსონები, აუცილებლად იქნება მიღებული ამ ფორმით თუ იმ ფორმით. შევახსენო ტელემაყურებელს, რომ ივანიშვილი ეუბნებოდა ამ თავის მონებს 20 იანვრამდე გაძელილი და ყველაფერი კარგად იქნება, ხო? ანუ 20 იანვარიც გავიდა, მარტიც, თებერვალიც და ანუ არათუ ყველაფერი კარგად არ არის. უბრალოდ ხელს არავინ არ ართმევს. და იმდანაც კომიკურ და უმწეო დღეში არიან ეს საცოდავები, რომ ელჩებს რო ხდებიან, ხო, აი მასპინძელ ქვეყანაში სხვა ელჩს რო გაიცნობს, რაც უბრალოდ ნიუსიც არ არის, ხო, ეს რაღაც ჩვეულებრივი ამბავი არის, აი სამსახურებრივი აღწერის ყველაზე უფრო ქვედა, ასე ვთქვათ, დონეა, ხო, შენი კოლეგები გაიცნო, ამასაც კი ანიუსებენ. იმდანაც აღარაფერი საქმე არ აქვს, ხო, იმდანაც მათ არავინ არ ელაპარაკებათ. ანუ ეს შესწორება ყველა ვარიანტში იქნება მიღებული ამ ფორმით თუ იმ ფორმით, რაც თავარია, აქ თავარია არა ის ნიუანსი, ხო, აი კონკრეტული ნიუანსები, არამედ სულისკვეთება, რაც აქედან მოდის. ანუ აქ იკითხება ის განწყობა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სუფევს საქართველოს მიმართ და იმ ხუნტის მიმართ, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული ჩვენი ქვეყანა. ეხლა აქ დებილი არავინ არ არის, ყველანი ხვდებიან, რომ რაც არ უნდა ტრამპის ციტირება გააკეთოს პაპუაშვილმა ან ვენსის ციტირება გააკეთოს კიდე რომელიღაცა ქოცმა, ამით არაფერი არ შეიცვლება. ეს არის რაღაცნაირი კორუმპირებული ხუნტა, რომელიც ატარებს დიახ რუსულ ინტერესებს, რომელიც ამასთანავე იმისთვის, რომ ძალაუფლებაში დარჩეს, აქ ჩინეთს ებღაუჭება, ირანს ებღაუჭება და სინამდვილეში ყოველდღიურად ეს ხდება ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე. თან რაღაცნაირად უმწეოდ ბრაზდებიან და არ ესმით, აიო, ჩვენ რას გვერდჩიანო, ხო, აი, სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს ხო კარგად ართმევენ და ჩვენ რითი ვართ სხვებზე უარესები და კი, აი, ყველაზე უარესები ხართ, ხო, აი, ყველაზე ბანძები ხართ. ყველაზე უფრო ხელჩამოუკეთროვანები და ხელჩამოურთმებელები ხართ, ასე ვთქვათ. ელემენტარულად ყოველდღიურად რას ლაპარაკობენ, ამას ხო აქვს მნიშვნელობა, რას ასხივებენ, საკუთარ მრევლს რას ეუბნებიან, საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს. და რას ასხივებენ განსაკუთრებით იმით, რასაც ჩვენ ვხედავთ, ხო, ბოლო პერიოდში, აი ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვების დაკავების ფონზე, კიდევ აი ეს მაგალითად აი ამ შავი ფულის გათეთრების ამბავი გამოაგდეს და არ ვიცი, რას ამბობენ ამით, რისი ჩვენება უნდათ, რისი თქმა. კონკრეტულად ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში ვიღაცამ თქვა და ვეთანხმები რომ ალბათ ყველაზე უფრო კორუმპირებული ქოცების სიაში შეიძლება ტოპ 5-აშიც ვერ მოხვდეს და ცხადია ეს არის რაღაც მორიგი კლანური გარჩევა, შიდა ბოლშევიკური წმენდა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან, ხო, ანუ კორუფციაზე საუბარი და რაღაც ესპანეთში სახლი ამოუქეკეს, რა სახლზეა საუბარი, დეკლარირებულად ერთ-ერთ ყოფილ ჩინოვნიკს აგერ უწერია კიდევაც, რომ სახლში ქეშათ უდევს $1 მილიონ მეტი. ყოფილ გენერალურ პროკურორს, ხო, მეორე გენერალური პროკურორი წითელ მოედანზე ინტერვიუებს იძლევა. შესაბამისად, ახლა რასაც ამათი გამოძიებები ამბობს,
მოდით ჩავთვალოთ რომ არაფერი არ ეს არის აი ჩავთვალოთ რაღაც უბრალოდ კონკრეტული ინფორმაცია რომელსაც მიყოლა დაჭირდება. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება საქართველოში და შეიცვლება მალე ყველა მათი ეგრეთ წოდებული გამოძიებული საქმე თავიდან იქნება გამოსაძიებელი. ვინაიდან ქოცური გამოძიება ყოველთვის იმ თავითვე მიმართული იყო იმაზე რომ რაღაც არარსებული თემა შეეკრათ, ხო? შედიოდნენ პოლიტპატიმართან და ეუბნებოდნენ რომ ამას დაადეხელიან ის მოყევი და შენ პრობლემა აღარ გექნება, შედიოდნენ ვიღაც სხვასთან და ეუბნებოდნენ რომ მოდი ხა ესე შევკრათ, გეგონება სცენარისტები და რაღაც დრამატურგები მუშაობდნენ მათთან პროკურატურაში და არა გამომძიებლები, ხო? აი დაწყებული 2012 წლიდან ვიდრე დღემდე. შესაბამისად, ეს ყველაფერი თავიდან იქნება გამოსაძიებელი და კარგი ამ ეტაპზე ის არის, რომ უკვე ქოცების წიაღშიც კი ხვდებიან ზოგიერთები, რომ ეს უკვე აღარ არის არც იდეოლოგიური ბრძოლა, ეს აღარ არის არც პარტიული ბრძოლა. ეს უკვე მათ გადარჩენაზე მიდის, ხო? რიჟვაძის მაგალითი ყველაზე უფრო კარგი ნიმუშია იმისა, რომ რისი მკადრებელი არის ძალა, თუმცა, ბევრისთვის ეს თავით ანუ ბედუკაძე და რაფალიანიც რომ მოხვალ ხელისუფლებაში, ალბათ რიჟვაძე არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ეხლა უკვე მათთვისაც თვალნათელია ის, რომ მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ნაცებს არ ერჩიან, ხო? რომ ეს იმდენად ნამუსგარეცხილი ძალა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გუშინ მათიანი იყო, ხო? ასავალ-დასავალის ფურცლებზე მიზმზეს ფიცულობდნენ, დღეს უცბად deep state-ის აგენტი და ბჭყალებში ნაცი ხდება. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ დედას, შვილს, მამას ყველას გაწირავენ და ამასაც ხედავთ, ხო? ბოლო ხანებში ესეც იყო. ასხივებენ ამას მით უმეტეს, როდესაც მათივე მხარდამჭერებისთვისაც თუ მათივე ამომრჩევლისთვისაც შეიძლება დააფრთხოს, ხო, ამან რომ მართლა ყველამ საკუთარი თავი დაინახოს, თუნდაც იმ რიჟვაძეში, თუნდაც იმ ჯუანშერ ბურჭულაძეში თუ პასპორტებ ჩამორთმეულ ყოფილ პრემიერსა და სუსის ხელმძღვანელებში. ხო, მოდი ახლა მათ მოტივაციაზე ლაპარაკს უნდა დავიწყებთ, ვინაიდან ცოტა ფსიქოანალიზი მოგვიწევს და ჩვენთვის ფაქტი არის მნიშვნელოვანი, რომ შიგნით დიდი აურზაურია, დიდი პანიკაა, რაც თავარია ეს არის ლოგიკური და ბუნებრივი შედეგი იმისა, რაც ქვეყანაში ბოლო წლებში ტრიალებს, ანუ უბრალოდ მასშტაბი რო გავაცნობიეროთ, ხო? იგივე სააკაშვილის შემთხვევაში, აი რაც შეაკოწიწეს, რაც შეთითხნეს თელი ის საქმე მის წინააღმდეგ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა რა თანხაზე იყო გახსოვთ? 9 მილიონ ლარზე იყო საუბარი და იქ შედიოდა ვაცლავ ჰაველის საფლავზე მეტანილი გვირგვინი, ლეხ კაჩინსკის საფლავზე მეტანილი გვირგვინი, მისი პიჯაკები, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჭირდებოდა, სომხეთის პირველი ლედისთვის ნაჩუქარი, რაღაც სამახსოვრო საჩუქარი პირველი ლედის მხრიდან, იუშენკოს მასპინძლობა და აი ესენი შედიოდა ამით შეაკოწეს 9 მილიონი ლარი და აქ ვიღაც სინგლიან ქოცებს, აი რიგით ტიპებს, სახელი და გვარი არ დაგმახსოვდებათ და არც იცით და ხვალ რო დაგვავიწყდება, ხო? აი ეგეთ ხალხს ედავებიან ასობით მილიონს. და ეხლა ეს ბოლო რაც შემოაგდეს ეს 700 მილიონი დოლარი, ხო? 600 რაღაცა მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო უბრალოდ გავაცნობიეროთ კიდევ ერთხელ მეორე რა მასშტაბზეა საუბარი და რამდენად არის შესაძლებელი რომ ამ ყველაფერს უკან იდგას ერთი რიგითი ვალუტჩიკი. ხო გამორიცხულია ეს. რასაკურველია არა. კი ბატონო, ჩვენ ამაზე გქონდა კიდევაც საუბარი, მათ შორის ამ დარგის ექსპერტებთან, მაგრამ მე რატომ მკითხეთ ბატონო ზაზა ის რომ აი ამით რა სიგნალს უგზავნის იგივე თავის ამრჩეველს მეთქი, იმიტომ რომ აი ეს რისი ნიშანი უნდა გახდეს ჩვენთვისაც საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებისთვის თუ იგივე ოპოზიციური ძალებისთვის და აი რა უნდა როგორ უნდა ისარგებლოს აი ამ მომენტით თუნდაც იგივე მაგალითად ოპოზიცია ამ ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ. ხო, მე მგონი, მოდი აი ასე ვთქვათ რა, უკვე შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სააზროვნო ჩარჩო და მიდგომ, ანუ საპროტესტოდ განწყობილი კი არა, უკვე გამარჯვებისთვის განწყობილები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ის დრო არის, როდესაც ხო, ანუ პროტესტი მაინც გულისხმობს რაღაც აღარაფერი გასაპროტესტებელი აქ არ არის, ყველაფერი დღესავით ნათელია, ყველაფერი ცხადია, ვინც ჩვენიანია სოფლიოში, აი ხო რაღაცა ხო არსებობს ახლა ამ ვიღაც ქოც სადღაცა ის ძალიან შიგნით ხო აქვს ნამუსის ნატამალი რომელიც ოდესღაც ქონდა და ხო იციან ხა ვინ ჩვენიანი იყო ვინ ჩვენ არის დღემდე ხო ვინ ჩვენ გვერდზე გვიდგას ყველა ქართველი ხალხის ხარ ეს არის ყველა აცნობიერებს რომ ეს არის ვიღაც გაუგებარი ხალხი აი ყოვლად უღირსი უბირი ყველაფრის კადრებელი რომელიც ამ ქვეყანას თავზე მოაჯდა და ხვალდაზე გაღარ ხო ამბობთ რომ ხვალდაზე თქვენთან მოდა მივიდა უკვე მათთან ზუსტად ის ხვალდაზე ის მომენტია დადგა უკვე და დღეს შესაბამისად აღარაფერი აღარ არის გასაპროტესტებელი ჩვენ ეს ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი უნდა გავიმარჯვოთ პირველ რიგში გონებაში დაუშვათ და ზუსტად იმიტომ არიან ბოლო პოლიტპატიმრები ხო ხაბეიშვილი იქნება თუ სხვები ვინც აი ახლა ამ ტალღაზე ჩასვა რეჟიმმა იმიტომ რომ მათ შორის მათ დააჯერეს ადამიანებს და დაიჯერეს თვითონ რომ გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვენაზე
გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე. ასე ფიქრობთ თქვენ? ასე ვფიქრობ. ეს 4 ოქტომბერია თქვენი აზრით? ეს იქნება 4 ოქტომბერი, მე არ მინდა ეხა ამის რაღაც კატეგორიულად თქვა, იმიტომ რომ ასე არასდროს არავის ხელში არ არის ამ ცხოვრებაში არაფერი, ხო? რო თქვა, რომ აი მაინდა-მაინც 4 ოქტომბერს იქნება, ან 3-ში არ იქნება, ღმერთმა ქნას ასე იყოს, მაგრამ არსებითად მართლა ასია, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება გარშემო რომ მიმოვიხედოთ, ამ აზრზეა ჩამოყალიბებული. ანუ აბსოლუტურად ყველა შრე, ყველა მიმართულება, ყველა ასაკი, ყველა იმისთვის არის განმზაობა უკვე იმისთვის, რომ ესენი წავიდნენ. გამსახურდია რამდენიმე თვეში დაამხე შეორნაძე 2 ვადით იყო, სააკაშვილი 2 ვადით იყო და ესენი მე-4 ვადით არიან და იძახიან რომ არ მივდივართო და თან ამ ვადაში ხო შეიძლება რაღაც კაცმა გააკეთო. არა და მე მგონი ბატონო ზაზა, არა მხოლოდ ის რომ მოქალაქეები ასე მზად გამარჯვებისთვის, მე მგონი აქამდე არ ყოფილან და ახლა მართლა ყველაზე მეტად არის ამზად. მე მგონი ქართული ოცნებაც მარცხისთვის აი ასე მომზადებული და ასე ახლოს ჩამონგრევასთან უკვე ჩამოშლაც აღარ ქვია, მე მგონი არ ყოფილა და ნამდვილად ეს ძალიან დიდ იმედს უნდა გვაძლევდეს ყველას. და ეს ყველაფერი მათ შორის იმით არის განპირობებული, რომ რუსეთშიც ტრამპის იმედი ჰქონდათ, ხო, აი რასაც ბიძინა ეუნებოდა თავისიანებს, იგივე ეს ეუნებოდა პუტინი თავისიანებს, რომ აი ტრამპი მოვა და გვეშველება და არ ეშველა ტრამპ მაგერ გუშინას თქო, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. კი ბატონო, ხანდახან ასეთ სხვადასხვანაირ მესეჯებს უშვებს, რომ ჯერ ევროპელებმა მიხედონ საქმეს, მაგრამ არსებითად აქ აღარაფერი არ შეიძლება. ზუსტად. დიდი მადლობა ბატონ ზაზა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი.